თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობისთვის ემზადება რიგით მეხუთე საიუბილეო ფორუმი 22-23 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები დაესწრებიან. გაიმართება პანელური სესიები და B2B შეხვედრები. კონკრეტულად როგორი გეგმები და მოლოდინია წლევანდელ ფორუმთან მიმართებაში, სტუმართან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ministris ახლა დანიშნულ მოადგილესთან თამარ იოსელიანთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ministris მოადგილე სულ რამდენიმე დღეა რაც დაინიშნეთ და პირველი ეთერი სწორედ ჩვენთან გაქვთ. ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობდით, როდესაც თქვენ იყავით საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელი და იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვექნება. თავდაპირველად აუცილებლად მინდა კითხოთ თვითონ ფორუმთან დაკავშირებით, რადგან ძალიან დიდი მოლოდინი და ინტერესია ის მეხუთედ იმართება ამჯერად და გარკვეულწილად ძალიან ესე წარმომადგენლობით ფორუმს წარმომადგენლობით ღონისძიებას ველოდებით. ამიტომ დეტალებს ველით თქვენგან რას ველით 22-23 ოქტომბერს. მოგესალმებით, მაია, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. როგორც თქვენთვის ცნობილია, საიუბილეო თარიღი გვაქვს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი დამკვიდრებულია როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ასევე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობისთვის. ზოგადად საქართველოს ჩართულობა ამ პროექტში ზრდის ცხადია სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს და ხელს უწყობს დამატებით პოტენციალურ ინვესტორების მოზიდვას. შესაბამისად, ჩვენ სადისკუსიო სესიებსა და ასე ვთქვათ, მოდერატორებს თბას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი საერთაშორისო აღიარებული წარმომადგენლები, როგორც მოგეხსენებათ, ფორუმზე 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბება და სულ რამდენიმე დღე დარჩა ფორუმის გახსნამდე და შესაბამისად ჩვენ ველოდებით როგორც სახელმწიფოს მეთაურებს, ასევე დარგობრივ მინისტრებს, აღმასრულებელ ხელმძღვანელებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და რა თქმა უნდა, მაღალი დონის ექსპერტებს. ეს ინკლუზიური გარემო გადაც ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს როგორც პოლიტიკოსებსა და ასევე ბიზნესის ლიდერებს შორის და ასევე შესაძლებლობებს შექმნის საჯარო კერძო პარტნიორობის და ახალი ალიანსებისთვის. ზოგადად ფორუმი ქმნის ასე ვთქვათ შეუდარებელ პლატფორმას სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის. ეს არის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრულ ეკონომიკისა და ასე ვთქვათ ფინანსებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკების საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი მონაწილეობით. აბრეშუმის გზის ფორუმში და მის ფარგლებში ასე ვთქვათ შემდგარი დისკუსიები და ამეთანხმებით, რომ უწყობს ხელს როგორც პარტნიორობას, უფრო მდგრად და დივერსიფიცირებულ გლობალურ დაკავშირებადობას შესაბამის არქიტექტურას და რომელსაც ასევე შეუძლია გაუძლოს გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს და შეუწყოს როგორც მდგრად განვითარებას, ასევე სტაბილურობას. შუა დერეფანი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი განხილვადი თემა ყოველთვის, როდესაც ამ ფორუმზე ვსაუბრობ და შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, რომ შუა დერეფნის არეალში იყოს ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი სახელმწიფო და თქვენ როგორც სამინისტროში ტრანსპორტის მიმართულების კურატორს, სწორედ ამის გათვალისწინებით მინდა ვიკითხო, რა მდგომარეობა გვაქვს ეხა, რა ტენდენციებია და რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს შუა დერეფნის მიმართულებით, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ და ფორუმზე ეს თემა ბუნებრივია იქნება განხილვის საგანი და რა მიმართულებებით იქნება წარმოდგენილი. ზოგადად საქართველოს აქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი როგორც სატრანსპორტო ჰაბის როლი და შუა დერეფანი დამეთანხმებით, რომ არის მეტად მიმზიდველი და კონკურენტულანი არის განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან ვაჭრობაში აზიასა და ევროპას შორის. ზოგადად საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ბოლო წლებში და ეფექტური სავაჭრო მარშრუტების ხელშეწყობაში. შესაბამისად, შუა დერეფანი საქართველოს გავლით სწრაფად იქცევა ტრადიციული მარშრუტების სტაბილურ და უსაფრთხო ალტერნატივად.
რა თქმა უნდა, როგორც აღმოსავლეთ დასავლეთის ერთ-ერთი უმოკლესი და ყველაზე სანდო დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი. გადაზიდვების დრო და ფასი სხვა ასპექტებთან ერთად, როგორც არის უსაფრთხოება და გადაზიდვების სანდოობა, გადამწყვეტ როლს ასრულებს სატრანსპორტო მარშრუტების შერჩევის პროცესში და ამ მხრივ შუა დერეფანს გააჩნია გარკვეული უპირატესობები. შესაბამისად, პირველ რიგში აღსანიშნავია გეოგრაფიული ფაქტორი. და ჩვენი დერეფანი გადის მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონზე და უზრუნველყოფს კავშირებს სხვადასხვა ბაზრებთან, ეს არის ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია, თურქეთი, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა და ჩინეთი. შესაბამისად, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბაზრებთან წყლობადობის არეალი. აქედან გამომდინარე, გარდა ამისა, შუა დერეფანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოკლე მარშრუტს, როგორც აქამდე აღვნიშნე, ევროპასა და აზიას შორის და შესაბამისად ასე ვთქვათ, თვითონ ფორუმის ერთ-ერთი მიზანია შუა დერეფნის ეფექტურობის გაძლიერება. და მისი მთავარი, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტის როგორც რეგიონისთვის სიცოცხლის უნარიანი სატრანსპორტო დამაკავშირებელი გზის სიმძლავრეების ეფექტურობის გაუმჯობესება. აქ უნდა აღვნიშნოს, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის მონაცემებით 2024 წელს შუა დერეფნით დაახლოებით 3.3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ზე მეტი, ასე ვთქვათ, მატება გვაქვს ამ მიმართულებით. ამასთან ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელს რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია შუა დერეფნით საქართველოს ჩინეთს შორის სარკინიგზო მულტიმოდალურმა გადაზიდვებმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი განვითარება გვაქვს და ეს ფორუმიც ხელს შეუწყობს, რომ ამ მსგავს დისკუსიებში ჩავერთოთ და შესაბამისად კარგი შედეგებით გზავნოთ. თვითონ სექტორში, მაგალითად ტრანსპორტის მიმართულებით, რა ტიპის ძირითადი გამოწვევებია, რომელზე მუშაობაც მოგიწევთ, ან უკვე გიწევთ და შესაბამისად რა ტენდენციები გვაქვს დღეს, ანუ რა მიმართულებით არის დღეს ყველაზე დიდწილად სამუშაო ამ ნაწილში? როგორც აქამდე აღვნიშნე, ასე ვთქვათ, ჩვენთვის საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფერო ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა და განსაკუთრებით ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შეგვიძლია დავასახულოთ თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისად საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა. ამ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ბოლო წლებში. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც დაკავშირებულია საქართველოში არსებული სარკინიგზო ხაზის შესაძლებლობების გამტარუნარიანობის თითქმის გაორმაგებასთან. ასევე უნდა აღვნიშნოთ ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთის დასრულება. ასევე ჩქაროსნული მაგისტრალის ფაქტიურად 70%-ზე მეტი დასრულებულია და მიმდინარეობს. ასე ვთქვათ, დაფარვა აღნიშნული პროექტის და ასევე რაც ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოს არის საუკუნის პროექტის ანაკეის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რასაც შესაბამისად, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს კონტრიბუციით ეხლა იქ სამუშაოები ხორციელდება. აქტიურად ასევე მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ წინა წლის შემოდგომიდან ჩვენ ნავსადგურებში ოპერირება დაიწყო საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა, რაც ხელს უწყობს გემების დროულ და ეფექტიან მომსახურებას და ინფორმაციის დამუშავებას ჩვენს ნავსადგურებში. ასევე რკინიგზის კუთხით, ასე ვთქვათ, ხორციელდება სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფრულების პროექტი, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო პროცედურების გამარტივებას. და შესაბამისად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხედვა ზოგადად ტრანსპორტის სფეროს მიმართულებით და 2023 წელს როგორც მოგეხსენებათ დამტკიცა ტრანსპორტის ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია 2023-2030, რომელიც 2025-26 წლების სამოქმედო გეგმასაც ასე ვთქვათ მოიცავს და ეხლა დავამტკიცეს და შესაბამისად ეს სტრატეგია მოიცავს
გრძელვადიან ხედვას ჩვენი მიზნების ამოცანების კუთხით, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო, ასევე ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით. გარკვეულწილად თქვენ ახსენეთ ის მიმართულებები, რომელზეც რეალურად მოგიწევთ მუშაობა, თუმცა მაინც ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა ვიკითხო, როგორც მინისტრის მოადგილეს, რომელსაც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულება გაბარიათ, თავარი ნომერ პირველი გასაკეთებელი რა მიგაჩნიათ ახლა რომ უნდა დაიდგას ნაბიჯები, ყველა ის სფერო რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ არის ძალიან კომპლექსური, ძალიან ესეთი ფართო სასაუბრო და შესაბამისად მე იმედი გვაქვს რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ამ თემებზე უფრო დეტალურად სხვა გადაცემებში ვისაუბროთ, თუმცა თავარი და პირველი დასაწყისისთვის გასაკეთებელი და გადასადგმელი ნაბიჯები რა არის თქვენი შეფასებით? აუცილებლად მაია ჩვენ ნამდვილად გვექნება დრო იმისათვის რომ დეტალურად გავიაროთ ზოგადად ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევები თუ ჩვენი დაგეგმილი ღონისძიებები. ჩემი როგორც საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილის პრიორიტეტები სულ ჩამოგითვლით რამოდენიმეს, ასე ვთქვათ, ახლა ზოგადად არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაბამისი საგზაო ქსელის დახვეწა, ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა საერთაშორისო კავშირების თვალსაზრისითაც ეს იქნება ნავსადგურები, აეროპორტები, ისევე როგორც ახალი ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის გაძლიერება, შესაბამისად სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დანერგვა და რაც მთავარია, ჩვენსა და ევროკავშირის შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ეს იქნება შესაბამისი რეგულაციების თუ დირექტივების დანერგვა და დაახლოება, რეგიონულ კავშირების გაძლიერება და აქ ნამდვილად დიდ ყურადღებას დავუთმოთ ჩვენ ნავსადგურებში არსებულ სერვისებს, მათ შორის საბორნე მიმოსვლის გაძლიერებას, გაციფრულება, ინოვაციების დანერგვა, მწვანე ტრანსპორტი და მდგრადი განვითარება. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით უკვე ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორის გადაცემებში სტუმრად. თამარ იოსელიანი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.